სანადრევსა შენადაზინებასა საუკუნო განსუმანდეს სულთანი წვალებულთა მონათა დამყევოდა ყოველთა გამოცემებუთა და მისმა საუკუნო ხსენება საუკუნო დიყავს ენება ამინ მეთმა დაუკვირდო ჩვენს გარდაცვალებულს იქაც სადაც მართალი განაცვალა ძალიან ხშირად ადამიანებში ჩნდება კითხვა როდესაც ბავშვებს ხედავენ გარდაცვალებულს იგებენ მათ ამბავს ახალგაზრდა ადამიანების გარდაცვალებას ჩნდება კითხვები თუ საიდან როგორ და რამე მათ შორის სასაცილებლად ეს როდესაც ამბავზე ვიყავ და ადამიანი საერთოდ უცნობი ადამიანი და გამომეცაუბრა და მითხრა რომ აქვე მუშაობა იქ არის სოფნას ახლოშივე არის ახლო შოუში გარდაცვალებული მე ბავშვი დედისა და შვილების დედა და სამი შვილი და ყოველთვის მოვდივარ და ვდგევარ და ვუყურებ მათ საფლავს და ვფიქრობ თუ რა არის ცხოვრება საერთოდ უცნობი ადამიანი საგარეჯოდან ჩამოვდივარ ესე მენიშნა ეს ყველაფერი როდესაც მოვალ სამსახურში ყოველდღე გადმოვდივარ და ვდგევარ და თქვენი ხმა რომ გავიგე მინდოდა რომ გამოგსაუბრებოდით გამოგლაპარაკებოდით ანუ გავისაუბრეთ რაღაცა და საერთოდ რა არის იცით არაცებობს ადამიანი რომ არ ფიქრობდეს გარდაცვალებაზე არ ფიქრობდეს თუ რა არის ცხოვრება აი ეს ადამიანი უცხო მისთვის უცხო ადამიანის ახლოზე ყოველდღე მოდის და ფიქრობს თუ რატო ხდება ეს ყველაფერი რისთვის ხდება არის ისეთი რაღაცა ასეს პასუხები არ არის არც დედეკო და თავშულებთან ერთად არ ჩასულა შოუში რომ გარდაცვალებული ჩავიდა და მოხდა ეს ტრაგიკული ამბავი გუშინას გავიგე ამას ტრაგიკული ამბავი ძალიან ხშირად გვესმის რომ ახალგაზრდები გარდაიცვალა დიდები პატარები ბავშვები ავადმყოფობენ მერე მათი გარდაცვალების ამბები ძალიან ისეთი ეს არის მერე ჩნდება კითხვები რატო ისთვის უკავო საიდან არის ეს ყველაფერი რამდენი ადამიანი არის რომ მრავალ სხვა ადამიანებს ამდენ ტკივილს აყენებს წუხილს აყენებს ისეთი თუ ისინი თუ გაიზარდნენ ადამიანებად კაცებად იქცენ ხალხი და დააშავეს იმ ბავშვებმა რომელიც გადავდნენ მარადიულობაში რატომ ხდება ეს ყველაფერი ანუ არსებობს ისეთი კითხვები რომელსაც ის მარადიულ კითხვებს ეძახიან ეს პასუხები არ არსებობს და ამ პასუხებზე რაღაცა ფილოსოფიური საუბრები ვიცი რა რაღაცა ვერშილად გამიგია რომ იმიტომ წაიყვანა რომ უფალს უნდა რომ ყველანი კარგები მიყავს ან იცოდა უფალმა რომ რაღაცა ის ცუდი ადამიანი გაიზარდა ჰიტლერი რატო გაიზარდა ან ვიღაცა ის მკვლელი რატო გაიზარდა ან ვიღაცა პედოფილი რატო გაიზარდა მე ხვდებით როგორ არის ანუ ამაზე ესეთი ერთმნიშვნელოვანი რაღაც ისაუბრო რომ ამიტომ წაიყვანა ეს მე ყოველი მგონი რაღაცა თავის მოტყუებაზე ადამიანის მოტყუებას ესე არ არის რაღაცას ეყრდნობიან ვითომ რაღაცის გამოცხადებას არ ვიცით. უბრალოდ ბოლომდე პასუხები არ არის. მე ძალიან ბევრი მომიცემი ძალიან ბევრი გამიგია. ესეც და მაინც ჯობია რომ დავდუმდეთ ხოლმე და ვთქვათ რომ არ ვიცით. ბევრი რაღაცა საიდუმლოებით არის აფიჭილი. არის კითხვები, როდესაც ჩემთვისაც დაუსვიეთ ეს კითხვა და სხვათაშორის რამდენიმე ხნისიან მე სასწავლებლთან ამოვიკითხე. რომ ესეთ კითხვას უსვავენ რომ აი მარადიულობაში ოჯახის წევრები ერთად იქნებიან თუ არ იქნებიან. ძალიან შეიძლება არის ხოლმე ესეთი კითხვები. გადავიდა დედა, გადავიდა მამა, გადავიდნენ შვილები, ქმარი რაღაცეული. ესეთი კითხვა არის, ხო? ანისანან როგორ წარმოუდგენთ იქ ერთად ყოფნა. რანაირი არის ეს ყველაფერი როგორ არის. ხო და ძალიან ხშირად ჩვენ გონია რომ რაღაცა იქაც განსაკუთრებულად როგორც აქ ვართ ერთად ერთ სახლში ესეთი წარმოდგენა არის ხოლმე მაგრამ როდესაც ეს კითხვები ჩნდება ეს კითხვები არ არის უბრალოდ მარტო ცნობის მოყარეობა რა როდესაც ამ კითხვას ვავენ და ამ კითხვის იქით არის ტკივილი ზევდა წუხილიც მონატრებას თუ უბრალოდ არ ჩნდება კითხვები იცით არსაიდან კითხვის გაჩენა არ არსებობს რაღაცის გამოძახილია აქ არის მონატრება აქ არის შიშიც დაკარგვისა. აქ ამ კითხვაში არის იმედი იმისა, რომ
სიყვარული ძლიერი არის სიკვდილზე და საფლავზე. აი ამ კითხვებში ჩანს ის ყველაფერი. წევდაც მონატრება ჭიშის, იმედის და მოდით ნახოთ, რას პასუხობს ეს მოძღვარი. მე ვპასუხობ მათ, როგორც მღვდელი, რომელიც ბევრჯერ მდგარა მომაკვდავის სასტუმროებთან და მიგრძნია, როგორ ახლოს არის მარადიული. და მე ვპასუხობ, არა როგორც ღვთისმეტყველი, რომელიც კათედრაზე დგას, იქიდან ესაუბრება, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი. არა ჩემო ძვირფასებო, 1000 ფევრში ყველა თავისთვის არ იქნება. არამედ იქ მიუწვდომელი ერთობა არის. მაგრამ არც ისეთი ოჯახური გარემო არ იქნება, როგორც აქ ხედავთ, ყველა ჩვენი მოსასვენებელი ოთახები გვაქვს. ჩვენთვის ვართ. ესე არ იქნება. ჭეშმარიტება სულ სხვა რამეშია. ჩვენი ერთად ყოფნა არის თანთქავს 1000 ფევრში. ჩვენი ერთად ყოფნა არის თანთქავს არ აუქმებს ინდივიდს, პიროვნულობას. და არც ინდივიდი პიროვნულობა არ ანადგურებს, არ აუქმებს ერთობას. რაც აქ სიყვარულით იყო აღბეჭდილი, ანუ თუ ჩვენ შორის, ოჯახის წევრებს შორის იყო სიყვარული და სიყვარულით ურთიერთობა. რაც აქ სიყვარულით იყო აღბეჭდილი, იქ სიხარულად და ნათლად გარდაიქმნება. ხოლო აქაური ეგოიზმი, სიძულვილი, უსიყვარულობა, სიცივე თუ ოჯახის წევრებს შორის არის ესეთი რთული და უსიყვარულო დამოკიდებულება, იქ გაიხსნება როგორც მიზეზი ურთიერთგანშორებისა. ანუ თუ კი უსიყვარულობა ოჯახის წევრებს შორის, ძმასა და ქმარს შორის, შვილებსა და მშობლებს შორის, იქ ერთობა არ იქნება. მაგრამ თუ კი დიდი სიყვარულია, აი სიყვარულის ერთობით იქნება. ამიტომაც ჩვენზეა დამოკიდებული მიღმიერი ქრისტეს მიერ ერთობა ან ურთიერთგანშორება. აი აქედან ვიწყება ეს ყველაფერი. ის თუ რატომ ფიქრობ ასე, მე ხსნის რატომ ფიქრობს რომ ესეთი ერთობა ან განშორება იქნება. ის თუ რატომ ფიქრობ ასე, რომ ყველა თავისთვის განგრძალულად არ იქნება, არის ის რომ ღმერთი არ არის მარტოობა. არამედ მამა, ძე და სულიწმინდა. ეს ერთი სამპიროვანი ღმერთია. სიყვარული და ერთობა ღვთაებრივი პირობისა, ბუნებით ერთი სამპიროვანი ღმერთი სიყვარულია. და ამ სიყვარულში ვერთიანებით ყველანი. ჩვენის ხატან და მსგავსად ვართ შექმნილი. ანუ სიყვარულის ერთობისათვის არის ადამიანი გაჩენილი. პიროვნულობა ეს რაღაცა ჩაკეტილობა არ არის. არამედ პიროვნულობა ფანჯარა ურთიერთობისათვის. სიყვარულის გამოხატულებაც ეს არის. თუ გიყვარს ადამიანი, მაგ ჩაკეტილი ვერ იქნება. ცდილობ მასთან ურთიერთობას, გვერდში დგომას, დახმარებას. და 64-იც არ არის რაღაც ოთახის მსგავსი, ანუ ჩაკეტილობა. სადაც ყველა თავისთვის ზის, ყურსასმენები უკეთია, კარები ჩაკეტილი აქვს და ნაბრძანები აქვს, რომ აქ მარტო იჯექი, არ გაინძრე და შენთვის მარტობით დადგე. არა, არამედ 64 არის სიყვარულის ნადიმი, შეხვედრა, ლიტურგია, რომელშიც ჩვენ უკვე აქედანვე ვიწყებთ შესულას, თუ ვცხოვრობთ ქრისტეს მიერი ცხოვრებით. წმინდა უფრო მალე და მალე ჩვენ ერთობით გარდავნაცვლეთ მარადიულობისაკენ. უძველეს დროში ეკლესია ლიტურგიას, ევქარისტიას მომავალ საუკუნეთა წინს უწოდებდა. ჩვენ აქ მყოფები და მარადიული სიცოცხლეში გარდასულნი, ვიკრიბებით ერთი ბარძიმის გარშემო. იქ ქრისტეს სხეულში ჩვენ უკვე ერთნი ვხდებით ქრისტეს მიერი ერთობით, რომელიც არასოდეს არ ქრება და არ კვდება. ეგებ თქვენს გიგრძნიათ, განგიცდიათ, თუ როგორ თბება გული, როდესაც ჩვენთვის უსაყვარლეს გარდაცვალებულ ადამიანებს ვიხსენებთ. გენდა დიდი ხნის წინ იყვნენ ისინი გარდასული. ხშირად ასეთი განსაგვეუფლება მაშინაც კი, თუ მიცვალებულებს კარგად არ ვიცნობდით. შესაძლოა არ ვინახავს, მაგრამ კეთილი ვსმენია მათზე და მათ ვიხსენებთ. და როდესაც ვამბობთ სიტყვებს, უფალო მოიხსენე მათი სულები, ეს არ არის უბრალო სიტყვები, არამედ
ეს არის მომავალ საუკუნეთა სული. ღმერთმა დაგლოცოს, ღმერთმა გვაკურთხოს, ღმერთმა წყალობა გაგვიმრავლოს და მოგცეს უფალმა ქრისტეს მიერი ერთობა ცათა სასუფეველში ჩვენს გარდაცვალებულებთან ერთად. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.